რა რაოდენობა არის შენი შინაგანი ფინანსური ლიმიტი? ვიღაცისთვის ეს არის 5 ლარი, ვიღაცისთვის 10, ვიღაცისთვის 100, ვიღაცისთვის მილიონი, მაგრამ ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი შინაგანი ფინანსური ლიმიტი. და რას ნიშნავს ეს? ნებისმიერი ადამიანის შინაგანში არსებობს ლიმიტი, რის ზევითაც უკვე ზღვარს თუ გადასცდა, მაგალითად, ჩემი შინაგანი ლიმიტი თუ არის 10 ლარი, მაგალითად, და მე თუ მექნება თანხა 10 ლარის ზევით, უკვე ჩემი შინაგანი მდგომარეობა იწყებს შფოთვებს და ერთი სული მაქვს ყველანაირი მიზეზით ეს თანხა რამენაირად დავხარჯო და მოვიშო, რომ ანუ არა ის, რომ მე აუცილებლად რაღაც მჭირდება, არამედ მე ვარქმევ სხვადასხვა საჭიროების სახელებს, მაგრამ რეალურად შინაგანად მე მინდა, რომ ეს თანხა რაც შეიძლება სწრაფად მოვიშორო, იმიტომ რომ მან მე შემომიტანა ქაოსი. რატომ? იმიტომ რომ ჩემს ლიმიტს გადააჭარბა და მე ამდენი სატანა არ შემიძლია. რატომ არის ხოლმე, როდესაც ადამიანებს უნდათ, აი მაგალითისთვის ქონდეთ კულაბა, მოაგროვონ თანხა, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. ეს არ არის ის, რომ აუცილებლად საჭიროება უდგებათ ამ კულაბის გახსნის. ეს არის ისევ აი ამ შინაგანი ლიმიტის პროგრამა, რომელიც უკვე გატყობინებს, ანუ წინასწარ, როდესაც გონებამ იცის, რომ შენ ეს კულაბა გააკეთე იმისთვის, რომ აქ უნდა მოგროვდეს შენს ლიმიტზე ზედა ზღვრის თანხა, უკვე ის თავიდანვე გიქმნის ქაოსს და შენს ცხოვრებაში როგორც კი გაჩნდება პატარა საჭიროებაც კი იმისთვის, რომ შენ გჭირდება თანხა, შენი გონება აუცილებლად ავტომატურად გიგდებს იმ აზრს, რომ შენი კულაბა გახსნა და იქიდან გამოიყენო თანხა. რატომ? იმიტომ რომ შენ თავიდან გაშორებს აი ამ შფოთვას და სანერვიულოს. გასწავლით ერთ პატარა ტექნიკას, თუ როგორ მოიმატოთ თქვენი შინაგანი ფინანსური ლიმიტი და ვისაც გიჭირთ საერთოდ ფულის კულაბაში მოგროვება, მე კულაბაზე გასწავლით, ვიღაცა საერთოდ კულაბის გარეშე მოაგროვებს, თუ როგორ შეძლოთ მოგროვება, ისე რომ ხელები არ გიქავებოდეთ და ერთი სული არ გქონდეთ, რომ გახსნათ და დახარჯოთ ყველა პრობლემაზე. კულაბისკენ არ გქონდეთ გონება იმისთვის, რომ გახსნათ და დახარჯოთ. ეს არის ჩემი შუათანაშვილის უკვე მეორე კულაბა, რომელიც გააკეთა. ჩემი შუათანაშვილი არის შედარებით უფრო ისეთი სულსწრაფი, ანუ რაღაცები უნდა სწრაფად, ფულის მოგროვებაზე ხო საერთოდ მეტია საუბარი. ჩემ პირველ შვილთან ძალიან კარგად იმუშავა, ჩემს სესიაზე მყოფ ქალბატონთანაც ძალიან იდეალურად იმუშავა და ჩემს მეორე შვილთან, როდესაც ახლა ესე ძალიან მაგრად იმუშავა, უკვე შემიძლია სხვა ადამიანებსაც ვასწავლო. ნახეთ, გავაკეთებინე კულაბა, ფულის მოგროვება არ შეეძლო, რა თქმა უნდა, და გავაკეთებინე კულაბა და ბავშვი მეორე დღიდანვე უკვე მთხოვდა, რომ კულაბა გაგვეხსნა და იმ ფულით რამე გვეყიდა, იმიტომ რომ მას არ შეეძლო თანხის მოგროვება. ამიტომ რამოდენიმე დღე გადავატანინე ყურადღება, ნუ ლაპარაკეთ რაღაცა ზოგჯერ სხვა თემაზე გადავატანინე საუბარი და საერთოდ კულაბა გადავავიწყე. ნუ იქ თამაში დედიკო და მე ლაპარაკეთ, კარგი? ხო, გადავავიწყე, საერთოდ კულაბა რომ მქონდა. მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როდესაც ფულს მივცემდი, მიდიდე და ჩავდივარ კულაბაში ფული მოვაგროვოთ და დღეს უკვე ის მეორე კულაბას აგროვებს იმისთვის, რომ ერთი კარგი, ძალიან კარგი ნივთი იყიდოს. ანუ ერთი მიზანი ის მქონდა, რომ ბავშვისთვის მესწავლებინა თუ როგორ მოეგროვებინა ფული და ისწავლა, უკვე მეორე კულაბას აგროვებს ისე რომ გახსნა არ უნდა, მაგრამ ეხლა ჩემი მიზანი არის უკვე ის, რომ ვასწავლა თუ როგორ ერთია, როდესაც ფულს აგროვებ, მაგრამ მეორეა, როდესაც დააგროვილ ფულს სწორად რამდენად გამოიყენებ, იმიტომ რომ შენ შეიძლება აგროვო რაღაცა დიდი რაოდენობით თანხამდე აიყვანო თანხა, მოაგროვო
მაგრამ იმდენად ძალიან არასწორად დახარჯვა, იქაც ის დაგემართოს ეს ხელების ქავილი და ცუდი დახარჯვა და ამიტომ ჩემი მიზანია ეხლა ვასწავლო თუ ჯერ მოგროვება და ეხლა უკვე სწორად დახარჯვა, რამდენად სწორად უნდა დახარჯოს იმისთვის, რომ ღირდეს საერთოდ თანხის მოგროვებები. და ძალიან იდეალურად მუშაობს, იცის უკვე რაც უნდა იყიდოს და ამისთვის როგორც გითხარით დააგროვა მეორე კულაბაც. ხო, რა შეიძლება გააკეთო? გააკეთეთ კულაბა, უფრო დაცული იქნება, იმიტომ რომ თუ ისე თანხას დადებთ, დიდი შანსი გაქვთ, რომ ისევ დაგეხარჯოთ. გააკეთეთ კულაბა, დაიწყეთ შეგროვება და არქვით ძალიან კარგი და სასიამოვნო მიზეზი, ისეთი მიზეზი დაარქვით, რაც სტიმულს მოგცემთ და არა პირიქით დაუშვათ და ისე ამატეთ ხოლმე თანხები, დიდი ყურადღება არ გაამახვილოთ და როდესაც თქვენ ცხოვრებაში რაღაცა საჭიროება გაჩნდება იმის, რომ თქვენ ფული გჭირდებათ და თქვენი გონება დაიწყებს მოწოდებას იმ მაზრისას, რომ შენ კულაბა გახსნა, როგორც კი მოგაწოდებს აი ამ მაზრს, იქვე ეცადე გაწყვიტო და გონება გადაიტანო ძალიან სწრაფად სხვა საქმეზე. სხვა საქმის გაკეთება დაიწყე, არის თუ ზიხარ უბრალოდ დადექი და სიარული დაიწყე. სასწრაფოდ გონება გადართე, იქამდე სანამ გონება გადმოგცემს აზრს, მერე სანამ ჩაერთვება სხეულში ეს რაღაცა შფოთვები და მთელი პროცესები რაც ახასიათებს, აი იქამდე აზრშივე უნდა გაწყვიტო და გადაიტანო გონება. არ ვიცი თუ მართლა გადაუდებლად გჭირდება, არ ვიცი ისე სხვან რაღაცა გააკეთე, მაგრამ კულაბას ხელი არ დააკარო. და თანდათან, როდესაც მოიმატებს და შენ აი ამ სიმშვიდეს მიეჩვევი შენს კულაბასთან, გამოვა ის, რომ შენი ლიმიტიც თანდათან, შენი გონება, შენი ლიმიტიც აიწევს უფრო მაღალზე და ყველა ფულის გახსენებაზე არ გექნება შენ ერთი სული, მივარდე შენს კულაბას და გახსნა. თუ დიდი ადამიანი გააკეთებ ამას, რა თქმა უნდა, ესე უნდა გააკეთო, როგორც კი წამოიღო აზრი, თავარია გაწყვიტო და სხვა რამეზე გადაიტანო, მაგრამ თუ შვილს გააკეთებინებთ, შვილი თვითონ ვერ გადაიტანს აზრს სხვა რამეზე, ამაში მშობელი უნდა დაეხმაროს, როგორც კი ახსენებს ძალიან ისე კორექტულად, როგორც მშობლურად მოგიხერხდებათ, გადაატანინეთ სხვა რამეზე ფიქრი, აზრი, ყურადღება იმისთვის, რომ აი ეს შფოთვები მოხსნათ შინაგანი. გააკეთეთ ჩემო ძვირფასებო, მე ვნახე ძალიან კარგი შედეგები და იმედი მაქვს, რომ თქვენ ძალიან მოგეწონებათ. აბა, წარმატებები და გისურვებთ, რომ თქვენი შინაგანი ლიმიტი აიყვანოთ მაღალ ზღვრამდე. აბა, წარმატებები.